ეს თხელია, ჩემი თხელია, ეს სქელია. სილიკონებშია სხვაობა აშკარად. თორე ესეც სწრაფად შეწოვადია გადასარევად. აპრიალათმა სწრაფად შეიწოვა და ესეც. ეს მხარე უფრო ლამაზად გამოიყურება ვიდრე ეს. საღამო მშვიდობის, ძალიან გვიანია ვიდეოს ჩაწერა. არ მინდოდა, არ ვაპირებდი დღეს უფრო სწორად, მაგრამ აი ამ განათებას ვთესდა. ახალია დღეს საღამოს მომიტანა DHL-მა. საერთოდ არ გქონდა მე გამოწერილი და მაგრამ ვწუწუნებდი სულ რომ ამ რინგლაითების აკეთებდა და ამ კაბელების ხან აქ ჩართო, ხან იქ ჩართო, ნერვებს მიშლიდა და მეზარებოდა და ძირითადად ზუსიმნელეში ვიღებდი ფოტოებს ან ვიდეოებს. ანას გამოუწერია ყველა ინფლუენსერს ეს განათება აქვს, უცებ ესეთნაირად კლიპსივით აქვს და ამაკრებ ტელეფონზე, კამერაზე და სხვადასხვა განათება თბილი, ცივი, ნეიტრალური და ნახავ ახლა ყველაზე მეტად ეს განათება მომეწონა ეს თბილი შუქი, იმიტომ რომ თვალებს არ მტკეცდა და ნახოთება ბოლოს რა გამოვა. აბსოლუტური სიგნალია, საღამოს 8 საათია და ბნელა, ოთახშიც არ მიყვარს მე ესეთი დიდი შუქები, ძალიან ისეთი ყოველთვის ნეიტრალური, თბილი და დაბალი განათება მაქვს საძინებელში და მიყვარს როგორ გითხრათ, ნაჩნიკებს რა ქვია ქართულად, შემისწორეთ, იმიტომ რომ ვიცი რომ გაველანძღები, ზედა შუქები არ მიყვარს. ჭაღები, ჭერის განათებები არ მიყვარს, მიყვარს ესეთი პატარა ესეთი სანათები. თბილი და ისეთი დაბრული შუქით. ესეც ესე დავაყენე და ვნახოთ ახლა რა გამოვა. მეუნება დედაო, შენ ხო ინფლუენსერი ხარო და გადახედეო სხვა ინფლუენსერებს, როგორი ტექნიკა აქვს, როგორი განათებები აქვს. აი ესეთი მიკროფონები გაქო და არ იყენებოდ ასე დაიჭირე ილაპარაკებოდ. მაგათ მადარებ ვიტყვი, ისინი განთქმული ინფლუენსერებია და დღეში 9 ვიდეოს იღებენ და ესაა მაგათი პროფესია და მაგათი შემოსავლის წყარო და მე ვარ პატარა იუთუბერი, რომ ვუძღვები ჩემ არხს, ეს არის ჩემი ჰობი და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, მე ვარ აბსოლუტურად სხვა პროფესიის, ხო? ჩემი პროფესია კოსმეტოლოგ მასაჟისტი და არა ინფლუენსერი. არა, შენც ინფლუენსერი ხარ, იმიტომ რომ აგერ 40,000-ზე მეტი გამოწვევი ყავს YouTube-ზე და შენც ესეთი აღჭურვილობები გინდაო ტელეფონი. ყველაფერი მაქვს, მაგრამ მეზარება. ამ მიკროფონების დამონტაჟება, ამის კამერის ჩართვა, მე ყველაფრის კომპიუტერში გადადევნა, იმიტომ რომ დრო უნდა ამას ყველაფერს. კი არ მეზარება, დრო უნდა და მე ყოველთვის დროის დეფიციტი მაქვს და სულ იმას ვნატრობ, რომ 24 საათი დღე ამაში არა 48 საათი რო იყოს შეიძლება კიდევ რაღაცა მეყოს თქო რაღაცები მოვასრულო თქო არ მყოფნის. კარგით, რა მინდოდა ეხლა დამეტესდა თქვენთან ერთად ძალიან მიყვარს კერასტაზი. იცით ალბათ ხო, კერასტაზი ზეთები განსაკუთრებით ყვითელ ბოთლშიც აქვს და ეს იასამნისფერ ბოთლშიც აქვს, ვისაც ღია ფერის თმა აქვს, უწითალო ჩალისფერი ქერა და ამ შემდეგ მიყვარს ძალიან ესეთი, მაგრამ იმდენად ძვირია და ისე მალე მიმთავრდება სისტემატურად რო ვიყენებ, ვეცადებ, კარგი ხანი უბრალოდ ვცდილობ ფორმულის შემუშავებას ინტერნეტში და ვერსად ფორმულებს ვერ მივაგენი. ჩვენთანაც ახლა კი მაგავლილი ნატურალური კოსმეტოლოგია, მაგრამ ესეთი ქარხნული ზეთების და ზოგადად პროდუქტების რეცეპტურა ჩვენ არ გაგვივლია და არ გვისწავლია და ზოგადად ხელმისაწვდომი არ არის ნატურალურ კოსმეტოლოგიაში და ამ ჩვენი ChatGPT-ის დახმარებით რაღაცებს ამ რეცეპტებს მივაგენი. მერე გადამოვადგილე ინგრედიენტები, ის ამოვიღე, ის ჩავამატე და რაღაცა გამომივიდა და ეხლა მინდა დავტესტო. ამ ჩვენი ChatGPT-ის დახმარებით რა ზეთი გამომივიდა. ზუსტად ისეთი არ იქნება ვიცი, იმიტომ რომ აქ არის მაინც სილიკონი, ქარხნული სილიკონი, რაც გადავშვათ ნატურალურ კოსმეტოლოგიაში დაუშვებელია და არ იყიდება თავ გერმანიაში. აქ ყველაფერი ძალიან კონტროლდება და
ის რაც დაუშვათ ამერიკაში ხელმისაწვდომია გამორიცხულია ვერ იყიდი, ან თუნდაც მჟავები, აზელაინის მჟავა და სხვადასხვა მჟავები, რასაც ჩვენ ვიყენებთ დაუშვათ პრობლემური განისთვის, აქ ვერ იყიდი ასეთ მჟავებს. ეს სილიკონებიც, რაც დაუშვათ აი ამ ზეთშია შესული, ისიც ვერ ვიშოვი, არის მხოლოდ ამერიკულ საიტებზე და ალბათ ეს ახლა თუ არ მომეწონა და ვიცი რომ ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორიც მინდა, მომიწევს იმ სილიკონის გამოწერა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია მშრალი ზეთი, იმიტომ რომ ჩვენ რო ვისმენთ ზეთს თმაზე, ის არ უნდა ტოვებდეს, ცხიმიანობას უნდა ისრუდავდეს, არ უნდა რჩებოდეს ცხიმის კვალი, მხოლოდ ლამაზი სიპრიალე და მშრალი ეფექტი. მშრალი ზეთი აუცილებლად დაგჭირდებათ. ის სილიკონი დავამატე ნატურალურ კოსმეტოლოგიაში, რაც არის დაშვებული, ჟოჟობა ზეთი. ნუ ის ზეთები, რაც თმისთვის იდეალურია, ნატურალური სილიკონი დავამატე, სქვალანი დავამატე, იმიტომ რომ სქვალანი კანისთვისაც იდეალურია და თმისთვისაც ცხიმია ესეც, მაგრამ სწრაფად შეწოვადი, არ ტოვებს კვალს და თუ გინდა ცაცხი კარგი გამოგევიდეთ და არ იყოს ძალიან ცხიმიანი, ამავდროულად იყოს ცხიმის შემცველი და სწრაფად შეწოვადი კანში, აუცილებლად გამოიყენეთ სქვალანი. ერთ-ერთი საუკეთესო და საოცარი ინგრედიენტია, ასე რომ აქაც დამჭირდა სქვალანი და ყველა ის დანამატი, რაც დავუშვათ ცხიმში ხსნადია. ეს ახლა 100% ცხიმია, ამაში ჩვენ ნატურალურ დამატებელ ფაქტორებს და ალში ხსნად ინგრედიენტებს ვერ დავამატებთ, ხო? რაც მქონდა სახში მოკლედ ცხიმში ხსნადი მწვეთები, ყველაფერი დავამატე, მშრალი ზეთი და ეს სილიკონი. კარგით. აი ხლა აი ამ მხარეზე დავტესტოთ ჩვენი კერასტაზი. სურნელიც ისეთი საინტერესო, სასიამოვნო სურნელი აქვს. რაღაც ყვავილის, მაგრამ ვერ ხვდები რა ყვავილია. ნახეთ, საოცარი ზეთია. უცებ შეიწოვა ცხიმის კვალს არ ტოვებს და აქ ნატურალური სიპრიალე, ფანტასტიკური ზეთია. გიჟდები. ეს ამხელა კილო მყოფნის 2 თვე სისტემატურად ვიყენებ, როდესაც თმის სტაილინგს ვიკეთებ. კარგი. ეს ახლა სქვალანი დამემთავრდა და სქვალანის ბოთლში გავხსენი. შემდეგ თუ მომეწონა, მე გადავიდე მეც ესეთ ლამაზ კილაში, მაგრამ ჯერ ვნახოთ ახლა როგორი იქნება. ეს კონსისტენცია ვნახო. აი ამას როგორი სქელი კონსისტენცია აქვს სილიკონის გავისუფთავ ხელი რო არ შემეშავოს და ამას კი ჩვეულებრივი ზეთის კონსისტენცია, არ აქვს სქელი კონსისტენცია. მაგრამ ისეთი კარგი ეთერზეთები დავამატე ნეროლის და სხვადასხვა მინდვრის ყვავილების სურნელი აქვს ფანტასტიკური და ვნახოთ ახლა ეს როგორი იქნება. აბსოლუტურად ამანაც არ დამიტოვა ცხიმიანობა. გადასარევია. ისე მომწონს. უცებ შეიწოვა, საერთოდ არა ცხიმის კვალი. აი თითქოს არაფერი არ წამისვა. ამ კერასტაზმა უფრო დაამძიმა თითქოს თმა, მაგრამ ნახეთ სიპრიალე ამას უფრო აქვს, რას მეტყვით. ეს უფრო პრიალებს. ნახეთ თუ ეს თვითონ შედეგი და ხარისხი აი ეს ჩემი გაკეთებული ძალიან მომწონს. ხვალ ნახოთ ახლა მეორე დღეს როგორ იქნება ცხიმიანობა თავზე, თორე ეს უფრო ჯანსაღად გამოიყურება ხახალს რო ვკიდებ. იმდენად
არ იტყვი რომ რაღაც წასმულია, ვიდრე კერასტასი. კერასტასმა დააგდო, დაასწორა თმა თითქოს იგრძნობა რომ რაღაც წასმულია, აი ამას დაარბილა თმა, ბზინვარება მიცა, მშვენიერი ბზინვარება, მაგრამ ეხლა უყურეთ რომ დავაკვირდეთ ვიზუალურად კერასტასის მხარე, ნახეთ, რაღაც კერატინივით გამოიყურება, უფრო ვიდრე ეს. ამან არ დამიხურა თმის ბოლოები, ხომ მივხვდით, ამან დახურა და უფრო ლამაზი ეფექტი აქვს. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ქარხნულ სილიკონს თუ მივაგენი და სილიკონის დახმარებით გავაკეთე, ესეთი სქელი გამომივა და როდესაც გამომივა ისეთი როგორიც მინდა, აი შემდეგ უკვე გეტყვით სრულ რეცეპტურას და გააკეთეთ და დამლოცავთ. აი ეს ჩვენი პიურელეს კალენდარი რო გავხსენით. აქედან რამდენიმე სასაჩუქრე მაქვს, რამდენიმე თბილისში მიმაქვს სასაჩუქრეთ და რამდენიმე მე დავიტოვე და 1.9 ცალი ანამ დაიტოვე. მაგალითად ეს მარგალიტის ცეპი. ანას მოეწონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მსგავსი ქონდა და ეს მემაჩუქა. თუ არ წავიღე საქართველოში და მანდ არ გავაჩუქე, კავას ვინც იყიდის, მას ვაჩუქებ. დღეს მინდოდა მესაუბრა რაღაც კიდე სხვა თემებზე, მაგრამ მოდით გადავდებ მე მომდევნო ვიდეოსთვის, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი თემაა, საკმაოდ საინტერესო თემაა და მაგაზე შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. სხვა შორის ეს მიკროფონი მაქვს თემოდან გამოწერილი. ადრე გამოვწერე ერთხელ, მაგრამ შეცდომით Android-ი გამომეწერია და შემდეგ გამოვწერე iPhone-ისთვის, მაგრამ არასდროს არ გამომიყენებია და ვერ ვენდობი. ასე მგონია რომ დავიწყო ვიდეოს ჩაწერა, ვილაპარაკებ და მე უკვე რომ გამოვთიშო და შევამოწმებ, მე აღმოჩნდება რომ არაფერი არ ჩამიწერია და ვერ გავრისკავ თემოს მიკროფონით ვიდეოს გადაღებას და თუ გაქვთ ესეთი მიკროფონი, აუცილებლად მითხარით ღირს თუ არა მისი გამოყენება. ასე მგონია უხარისხოა. შიგადაშიგ შეიძლება რაღაცეები გამოვიწერო და გაჩვენოთ ჩინიდან, თემოდან, AliExpress-იდან, მაგრამ ვცდილობ, რომ იმდენად ამოსული მაქვს ყელში ყველგან ეს ჩინური საქონელი იყიდება მაღაზიებშიც, ბაზრობებზეც, ყველგან უკვე იმდენად გაჭირდა კარგი ხარისხის პროდუქციის შეძენა და 90% ბაზრის უკვე ჩინელებს უკავია, არაფერი არ მინდა უკვე მათი მქონდეს. ვცდილობ, რომ არ გადავტვირთო არც სახლი, არც კარა და არაფერი ამ ჩინური ნაწარმით. მირჩევნია ვიყიდო 1-2 ხარისხიანი ევროპული ნაწარმის საქონელი პროდუქცია და ასაცმელი და ასე შემდეგ. რომ თქვენგან მომკითხა, აინტერესებდათ აი ეს გრძელი, კარგი თუთის პალტო რო გამოვიწერე, უბრალოდ გამომიგზავნეს საჩუქრად, ძალიან მაყოფილი ვარ. მართალია ძვირი ღირდა, მიამოვარჩიე და საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული პროდუქტები გამოვაგზავნიე და 100-დან 70% რაც გამომიგზავნეს, ყველაფრის მაყოფილი ვარ, შესაბამისად ფასებიც ნორმალურზე უფრო მაღალი იყო. კაპიშონიანი დუტის გრძელი პალტო მთელი იანვარი-თებერვალი მაცვია. აგერ უკვე მეორე წელი მოდის, შარშან 2 თვე გაუხდელად მეცვა და წელსაც ვიცი რომ იანვარი-თებერვალი მომდრის. მთელი სეზონი ვიცი რომ არ გავიხდი, იმიტომ რომ იმდენად თბილი, იმდენად გემრიელი და გავრეცხა კიდევაც ორჯერ, არც ფერი უცვლია, არც ბამბა დაშლილა, არც აპუწულა, არც გარეთ გამოსულა ბეწვი და ფორმა არ დაუკარგავს. მოკლედ, ბევრი რაღაცის ყიდვა შეიძლება ამ ჩინურ მარკეტპლეისებზე, ხოლო ბევრი არის ნაგავი, თუნდაც აი ეს ფეხსაცმელები, ხა საქორწინო ფეხსაცმელებს ვეძებთ ანასთვის და ორიგინალის ყიდვა უნდა ჯიმი ჩუს სადედოფლო გაბისთვის ჯიმი ჩუს ფეხსაცმელები ერთი უნდა დაბალ ქუსლზე, მოკლე გაბისთვის
და ერთი მაღალზე არის კავისთვის. და ელოდება ახლა ფასდაკლებებს, რომ Black Friday-ზე იქნებ ცოტა რაღაც ფასდაკლებით იყიდეს, იმიტომ რომ ძვირი 1000-1200 евро ღირს ჯიმისთვის ფეხსაცმელები და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრია ესეთი რა ქვია, პატენტები, ფეიკები, ანალოგები, არც ვიცი რა ქვია. ძალიან ბევრია საქართველოში ბაზრობებზე, მაღაზიებში და იყიდება 250 ლარად ეს რეპლიკები. Jimmy Choo's ფეხსაცმელები. აი წარმოიდგინეთ ახლა რა იქნება 200 ლარიანი Jimmy Choo's ფეხსაცმელი. იმ 200 ლარსაც ხო წყალში გადაიყიდი. ერთი დღისთვის ჩაიცმევ, იმ ერთ დღესაც ვერ მოიხმარ, იმიტომ რომ იმდენად უგემური და იმდენად უხეში იქნება ფეხზე. თავბეც გაწყევლებს ჩემი აზრით არ ვიცი. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ? აი ამ Jimmy Choo's ფეხსაცმელზე დავდებ აი აქ რამდენიმე ვარიანტს, რაც ანანოს ძალიან მოწონს. და მითხრა, რომ არ ვიჩქარებო ყიდვასო, საქართველოში რომ მიდიხარ, მაინც გადახედე, იქნებ კარგი რეპლიკა ნახო და კარგი ხარისხი რო ფეხები არ მეტკინოს და არ ვინანო. მართლაც კარგი რეპლიკის არჩევა შეიძლებაო, მაგრამ არა მგონია ის 200 ლარიანი ფეხსაცმელი ფეხს არ ტკენდეს ადამიანს. მირჩევნია, რომ თანქორწილისთვის იყიდო ერთი, ისევე როგორც კავა, ერთი ხარისხიანი და გემო ჩაატანო ვიდრე ეს რეპლიკები ან საერთოდ არ არის აუცილებელი ისეთი რაღაცის ყიდვა, რაც ყველას აცვია და ყველას რა ვიცი მოდაშია და ყოველ მეორე იმ ფეხსაცმელი და იმ კაპით დადის. და მე მირჩევნია იყოს ხარისხიანი, იყოს ძვირადღირებული, ბევრს არ ეცვას და ამ მნიშვნელოვანი დღისთვის იყო შენ განსაკუთრებული, რო არ გავდეს სხვას. აბსოლუტურად ორიგინალური ტანსაცმლით, კაბით, ფეხსაცმლით და ასე შემდეგ. ნახავთ, სავარაუდოდ ერთს იყიდის ალბათ ორიგინალს და მე უკვე ფართის კაბისთვის ბოლოს უკვე ნამცხვრის გაჭრის დროს უკვე როიცმევს პატარძალი მეორე კაბას, აი იმ დროს ალბათ რეპლიკას რამეს ავარჩევთ, იმიტომ რომ არც თუ ისე იაფი დაუჭდება ორი ფეხსაცმლის ყიდვა. დაგემშვიდობებით ახლა, დამიწერეთ თქვენი აზრი მაინტერესებს აი ამ ზეთებთან დაკავშირებით. რა სიტყვით, რომელი ვარიანტი უფრო მოგწონთ და ეს Jimmy Choo's რეპლიკა ფეხსაცმელები თუ გაქვთ, როგორი კმაყოფილი ყავთ, რამდენად გემრიელია, არის თუ არა სხვაობა, როგორ გითხრათ, ვინ ყიდის, საიდან შემოდის, ფასებში დამაკვალიანეთ, რომ ცოდვა 2000 евро ორ ფეხსაცმელში რო არ გადაიხადოს ანამ, იყიდოს ერთი და მეორეს რეპლიკას უყიდიდი ახლა უკვე თბილისში რო ჩავალ და სად ვიყიდო კარგი რეპლიკა, ჩამოვტანდი და გავახარებდი. კარგი ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ხვალ მივდივარ ახლა ანასთან, კაბებს გადავიღებთ. წინ დრო მაქვს და როგორც დაგბირდით, ხშირად შეგეხმიანებით ესეთ პატარა-პატარა საინტერესო ვლოგებით.